სიტყვა შეასრულე. სარკანს დაშორდი. თან ისე როგორც მე მინდოდა. ეს არ დაუმსახურებია. ძალიან გავანაწყენე. ეს ურთიერთობა არც უნდა დაწყებულიყო. კარგი. სერკანი წარსულში დარჩა. მისმინე. ახლა თავის ხელში აყვანის დროა. ამ პერიოდში ახალი მეგობრები შენზე კარგად იმოქმედებს. მაგალითად სეიმანი. ქალბატონო სემია, იქნებ უკვე გონს მოეგო. რას ნიშნავს სეიმანი? რას? სერკანს დამაშორე, მე მუქრებოდი. ახლა გინდა ჩემი და სეიმანის ურთიერთობა დაალაგო? ფიქრობ საქმროს პრეტენდენტია? სეიმანი ძალიან კარგი ადამიანია. მინდა რომ ახლოს გაიცნო. თან შენი და სერკანის ურთიერთობაზე არაფერი იცის. უდანაშაულოა. რატომღაც გონია რომ უდანაშაულოები არ ხართ? ედა? მომისმინე. ერთადერთი რაც ფსურს ჩვენი ურთიერთობის დალაგებაა. ისევ ერთ ოჯახად გახდომა. ცუდი გულის ხალი არ ვარ. შენთვის სიკეთე მსურს. კარგად არ ვარ. რატომ საინტერესოა? რატომ? მომისმინე. ხანდახან რასაც კარგად თვლი, ცუდი აღმოჩნდება. და ის რაც ცუდი გგონია, კარგი. დამიჯერე. გავაკეთე რაც გინდოდა. უკვე დავიღალე, სახლში მევდივარ. კიდევ არის რაღაც. არ მინდა რომ ხვალ კომპანიაში წახვიდე. დრო მოვიდა ამ საქმეში წერტილი დასვა. არ გარჯილიყავი სადილის შემდეგ შენთან მოვიდოდი. გავიგე მამას რაც შეემთხვა. მოსვლად და გაგება გადავწყვიტე. სიმართლე რომ თქვა, მეტი არაფერი ვიცი იმის გარდა რაც მოგიყევი. ყალბ ფულთან დაკავშირებით. ყალბი ფული? დაუჯერებელი. ხო? მერე? ის არ არის რისი გაკეთებაც შეეძლო. მისმინე, ჩემი აზრით ვიღაც გვეთამაშება. 8 თვით დააკავეს. 8 თვით? ხო. კარგი, ზაფხულში შეიძლება ისევ შიგნით იყოს. მშვენიერია მე თუ მკითხავ. კარგი, ერთი ადვოკატი დავნიშნეთ. მის ჯანმრთელობასაც ყურადღებას აქცევენ. გავიგოთ ციხე სად არის, რომ ბაჰამებზე პირდაპირ მის წინ გადავწყვიტო დასვენება. ხუმრობ, რა გჭირს? რა სახე გაქვს? არაფერი. ედას ეჩხუბე? ის არის პრობლემა. არა, დედა. წავალ და დაველაპარაკები, დიდი ხანია ჩემთანაც ცივია. დედა, გთხოვ არ ჩაერიო. მოვაგვარებ, არ ინერვიულა. არ ჩაერიო, დედა, არ ჩაერიო. კარგი, მოაგვარე. ჩვენ ცხოვრებაში ქალბატონი სემია საიდან გაჩნდა? არ გვარა საქმროს პრეტენდენტიც რომ მოიყვანა. ყველაფერი დაგეგმა გაუგებარია? არ ვიცი. და აიფერს მოუყევი? არაფერი მithkoms. მოყოლას ვერ შევძლებ. ხედავ ყველაფერი როგორი არეულია. თან ჯერ თავად უნდა გადავხარშო. სწორია. კარგით. ჩვენს პრობლემას დავუბრუნდებით. ანუ ძვირფას სიძეს. ედა. კარგი, დაშორებაზე რა ხდება? გაჭიანურდება? არა, რა თქმა უნდა ჯერენ. ნუ თუ გავაჭიანურებ. რა? სერკანს ძალიან ვაწყენინე. თავადაც ძალიან დაწყენი ვარ. სიმართლე არ ვოთხარი. არც ვეტყვი, მაგრამ სერკანზე ვარის თქმას არ ვაპირებ. დამასავალს ვიპოვე. დიდხანს იცოცხლე, რას იზამ? ამიერიდან წესებით ვითამაშებ. რადგან ქალბატონი სემიჰას წესებია, ამ წესებით მეც ვითამაშებ. შეცდომას ვიპოვე. მასაც ისე მოვამწყდებ კუთხეში, როგორც მან მე. აი ასე. მაგრამ წინააღმდეგობას უზარმაზარ ყდას ვუწევთ. არ დაგავიწყდეთ. დიახაც. ძალიან ახლობლურად მოვიქცევი. ყდას მოვარბილებ. ასე უნდა მოვიქცე. შეცდომა უნდა ვიპოვო. თუ რამე სერიოზულს ვიპოვი, მეც მეშველება და სერკანსაც. მართალია, ნახოთ. კარგი, მაგრამ ქალმა გითხრა რომ სამსახურში არ მისულიყავი. ჩვენ კი მოვედით და კარებთან ვდგავართ. დარწმუნებული ხარ რომ ასე გული მოულდება? მშვენივრად ვიცი რას ვაკეთებ, მელო, არ ინერვიულა. შეხედე. ნახავთ, მეორე რაუნდი იწყება. უყურეთ და ნახავთ, ჩემი ჯერია. სწორედ ასეა. დიახ. რა მოხდა? მალე ეს მოხდება. რა? შეგატყობინებ. რა ქნა? რა?
არქნა, მოდის, რა ვქნა? სიძეს შეხედე? კარგი დღეც კი არ უსურვები. დილამშვიდობის ქალბატონო სერკან. დოკუმენტები მაშინვე მოვამზადე, როცა კი დარეკეთ. გზაში ვიყავით. დადა, ყავა დალია, ახლა გონებას დაკარგავ. ვერ დაგიჭერ. სამსახურში მოვიდა, გადაწყვიტა რომ აქ სერკანი იყო. დიახ. კარგი სონი არ ასდის? კი ასდის. უბრუნდები. არ წამოვა. არა, ასე არ შეიძლება. მოვიდა. ქერა მოვიდა. ძალიან უდროდ მოდის. სერიოზული არაფერი პრობლემა უფლებებშია. ეს ადამიანი აქ რას აკეთებს? არ ვიცი, მე არ გამომიცეხებია. რა ვქნათ, შევიდეთ? ულამაზო არ იქნება? არა, შევიდეთ, ვფიქრობ, წავიდეთ. მოდი მოგიტაცებ და წაგიყვანთ. აი ასე. მოდი. ქალბატონო ედა. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. კარგი, მაშინ დილამშვიდობის, თქვენს დილამშვიდობის. წავიდეთ. გადმოვიდა. კარგი, რას აკეთებს? ედას ელაპარაკება. დიახ, ედას. ვინ შემოვიდა? მელოდა ჯერენი. კარგი, დაივიწყე. დირექტორთან საბჭო. დიახ, მეცხრე პუნქტი. კი, უნდა შეიცვალოს. რას აკეთებენ? ლაპარაკობენ. სიმართლე გითხრათ, გუშინდელის შემდეგ დამაინტერესა როგორ ხართ. ქალბატონი სემიჰა, ანუ ახალი ამბები მიიღეთ. სამწუხაროდ. ბატონ სერკანს დაშორდით? სიმართლე რომ გითხრათ, ვწუხარ. არც ერთ დაშორებას ჩემი გაბედნიერება არ შეუძლია, ქალბატონო ედა. მშვენივრად ვიცი, როგორია დაშორების გამოტანჯვა. დაინტერესებისთვის მადლობა. წავალ, არ დავიგვიანებ. შიგნით შევხვდებით. ედა მოდის. ედა მოდის. მეცხრე პუნქტს ვაუქმებთ. მეცხრეს ვაშორებთ, აღარ არის. მორჩა. მეცხრეს. ახლავე მოვაშორებ. არ მინდა. ნამდვილად ვიღებთ, კარგი. როგორ გამომრჩა? ედა პროექტი მზად არის, იქნებ ნახო. დიახ. ტელეფონი რეკავს. ბატონო სერკან. გამარჯობა. კარგია რომ შეგხვდით. პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა მაქვს. თავში რამდენიმე შეკითხვა მეც მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, გასაგებია რომ აქ ჩემს სანახავად არ მოსულხართ. ამიტომ პროექტის საბაბად გამოყენება საჭირო არ არის. სინამდვილეში მართალი ხართ. გავიგე რომ დაშორდით და ქალბატონ ედაზე ნერვიულობდი. შესაძლოა ახლა ცუდი პერიოდი აქვს. იქნებ თანადგომა სჭირდება. არის ხალხი, რომელსაც მისი თანადგომა შეუძლია. ქალბატონი ედა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს ჩემი სახლის პეიზაჟზე მუშაობს. მინდა რომ ბედნიერი იყოს. რა თქმა უნდა. კარგით, თქვენი სნებართვით. შემდეგ შევხვდებით. გთხოვთ. ლეილა. ბატონო სერკან. შევხედავთ. გუნდი შეკრიბეს, სასწრაფოდ ათბირი უნდა გავმართოთ. გასაგებია. კარგი. და კიდევ რაღაცას გთხოვ, პირადულს. რას? ედა, დილამშვიდობის. გადავწყვიტე შეგატყობინო, სანამ შენ მკითხავ. კომპანიაში მუშაობას გავაგრძელებ. მომისმინე. ცეცხლს და დენს გვერდ ყოფნა არ შეუძლიათ. დასვენება მოგიხდება, დამიჯერე. არ მინდა. თან მე და სერკანი დავშორდით. სანერვიულო არაფერია. ასე იყოს. როგორ შეგინდა. მაგრამ თუ ვიგრძნობ რომ უახლოვდები, თავადაც იცი. გავიგე. თან მიზეზი არ არის. კიდევ ერთი მიზეზია. რა? ყველაფერზე ვიფიქრე, რაც მითხარი. იქნებ სასარგებლო იყოს თუ ურთიერთობებს დავალაგებთ. ოჯახი გავხდებით. მინდა რომ შანსი მოგცე. იცი, ძალიან გამაბედნიერე. მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ აქ ვიქნები,
თუ ერთად მე დროს გავატარებთ, ერთმანეთის გაგებას შევძლებთ, უკეთ გაგებას. მართალი ხარ. Მხოლოდ მეტი დროის ერთად გატარება გვჭირდება. შემოდი. კარგი. კარგი. აქ, დიახ. ქალბატონო, თქვენი ტახტი ნამდვილად დაუჯერებელია. ბატონმა სერქანმა თქვა, რომ არ უნდა მის კაბინეტში იყოს. ასე თქვა. კარგი, აქ დადგე. კიდევ სასწრაფოდ თათბირის მოწყობა უნდა. ბატონი სეიმანის პროექტთან დაკავშირებით. წავიდეთ. კარგი. არის რაღაც რაც უნდა გაგიზიაროთ. სეიმანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე. სეიმანის პროექტზე არ ვიმუშავებთ, მასთან აღარ ვიმუშავებთ. კარგი ძმაო, ამ საქმეზე იმდეს მუშაობდით. სეიმანს პროექტი ძალიან მოეწონა. ასე რატომ ვიქცევით? რა მოხდა ასეთი? ნუ თუ იმაზე არ ვსაუბრობდით, რომ დიდ პროექტებზე ვიმუშავებდით. ახლა ხვდები. ამ კომპანიის პრესტიჟისთვის ეს მნიშვნელოვანი საქმეა, ამაზე ვსაუბრობდით. რამდენადაც გავიგე, მასთან მუშაობის გაგრძელება გინდა. პროფესიონალურად ვუყურებ, ვფიქრობ, შენც ასე უნდა შეხედო. არ მინდა ვიმუშაო ადამიანებთან, რომლებსაც არ ვენდობი. ეს ახსნა თქვენთვის საკმარისია? მეგობრებო, ამ გემის კაპიტანი ბატონი სერქანია. ზოგჯერ კაპიტანს უნდა ენდო და ყველაფერი ისე დატოვა, როგორც არის. არავის ეწყინოს, მაგრამ ამ განმარტებას არ ავიღებ. არ შეგიძლია კომპანია ხასიათის მიხედვით მართო მსგავსი არაფერი. ეს ხასიათის გამო მიღებული გადაწყვეტილება არ არის ფერით. თანაც ახალი კლიენტი ვიპოვე, ბევრად ძლიერია და შეგვიძლია ვენდოთ. რაც არ უნდა იყოს ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, დრო გამოვყავით. ჩვენი შრომა ჩავდეთ. ვალდებულები არ ვართ ჩვენს გადაწყვეტილებას კითხვების გარეშე მივდიოთ. ფერით დაწყნარდე. რატომ დავწყნარდე? დაწყნარდე. როგორც გავიგე, ბატონი სერქანის მიზეზი პირადულია. ჩვენს წინაშე ახსნა არ უნდა. მეგობრებო, ჩემი გადაწყვეტილება ზუსტია. კომპანიის მთავარი პარტნიორი მე ვარ. ამიტომ მოცემული გადაწყვეტილება მივიღე. ბედნიერი ვიქნები თუ მას პატივს სცემთ. მინდა გაგაფრთხილო სერქან. შეიძლება კომპანიის 50%-ის მფლობელი ხარ, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თავად ვერ მიიღებ. კარგი. მაშინ საკითხი დირექტორთა საბჭოზე გავიტანოთ. ცუდი არ იქნებოდა. ქალბატონო სემიჰა. რაღაცას გთხოვთ. სერგანს ძალიან ვაწვევით, ამას არ იმსახურებს. შევეშვათ და ისქნას რაც სურს. პროექტს გავაუქმებთ. კი, თulis რომ სწორია. შეიძლება მატერიალურად დაზარალდეს, მაგრამ მინიმუმ 7-ად იქნება. საზღვრებს ვცდებით. გთხოვთ. კარგი. მხოლოდ ერთი პირობა მაქვს. სეიმანს შენი პეიზაჟი ძალიან მოეწონა. მასთან მუშაობას შენ გააგრძელებ. უარს არ იტყვი არა? მე ის მინდა რომ შანსი მისცე. შანს არ მივცემ. მაგრამ კარგი. პროექტზე მუშაობას გავაგრძელებ. ჩვენ შორის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იქნება. მხოლოდ საქმიანი. ეს მხოლოდ იმისთვის რომ სერგანი მშვიდად იყოს. დიდი ალბათობით საქმის კურსში ხარ სერგან, მაგრამ შეთანხმებაში გარკვეული პირობებია, რომლის მიხედვითაც შეიძლება დავისაჯოთ. კარგი? ჩემი ანგარიშიდან ჩამოვწერ. მეგობრებო, პრობლემა ამაში არ არის, პრობლემა სხვაშია. მართლა ვერავინ ხედავს? მაშინ ღიად ვისაუბრებთ. პრობლემაზე მოგვიყევი. კარგი, ღიად ვისაუბროთ. პრობლემა იმაშია, რომ გადაწყვეტილებას ემოციებზე იღებ. ადრე ასეთი ადამიანი არ იყავი, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდი, მის უკან ლოგიკური განმარტება იდგა. მაგრამ ზოგჯერ გრძნობებით უნდა იმოქმედო და არა ლოგიკით. ვიფიქრე, სრულიად არასწორია ბატონ სერგანს იმის გაკეთება ვაიძულოთ, რაც არ სურს. მასთან პირველივე დღეს ჩხუბი არ მინდა.
ამიტომ პროექტის გაუქმებას მხარს ვუჭერ. ცოტა ხნის წინ სხვას ამბობდით, ახლა საერთოდ სხვას ამბობთ. ვერ ხვდები აქ რა ხდება. გადაწყვეტილება შევცვალე ბატონო ფერით. სეიმას დაველაპარაკები ყველაფერს ავუხსნი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კომპანია ამისგან მინიმალურად დაზარალდეს. შესანიშნავია. დაძაბვა არ ღირს. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე პოზიციებს მივიღებთ და მუშაობას განვაგრძობთ. მიდით. რა ხდება ძმაო? რა პრობლემაა? აქ რაღაც სხვა. ამიტომ ხომ? დღეს სპორტით უნდა დავკავებულიყავით? ბოდიში, შენთან ერთად არ მოვდივარ სავარჯიშოდ, არამედ ალექსთან. ნაბიჯ მივუახლოვდები. ყოველდღე 10,000 ნაბიჯს გადავდგამ. კალორიებს დავწავ და რომანსაც დავწერ. ძალიან ცუდი ხართ. ალექს როდის დაურეკეთ რომ გევარჯიშათ? საინტერესოა, სულელი ხარ. როდის შემეძლო დაკავშირება? ადამიანის სოციალური ქსელი ვნახე. ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილზე ვარჯიშობს. ეს გავიგე. სრულიად შემთხვევით შეხვდებით? საინტერესოა, იტალიურად შემთხვევით როგორ არის? დღეს დამჭირდება. გავიგებ და შეტყობინების სახით გამოგიგზავნით. ყოველდღე ვივარჯიშებ და მის ყურადღებას მივიქცე. ნაბიჯ, მიზანს მივუახლოვდები. ამ განწყობით რომამდე მიაღწევთ? მივალ, მიდი, ნუ მაყოვნებ, წავედი. მიზანი რომი, კარგად, შევხვდებით. ხალხი როგორ ჩანს ერთმანეთს ასე უახლოვდება. ჭკუიდან შევიშლები, კმარა. ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ ხტუნაობ. ახლა რაღაცას გესვრე. როგორი ულმობელი ხარ? მელე გთხოვ დიალოგის შექმნა ისწავლე, შეეცადე მაინც. საკმარისია ერდე, საკმარისი. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა თაჰირ, როგორ ხარ? დაგინახეთ და უკეთ გავხდი, მართლა. ბატონი ენგინი საქმეებია, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ. ლეილა ადექი მოვაგვაროთ? არაფერია. ვამბობ, რომ არის ადექი. ბატონ ენგის საქმე არ აქვს ადექი. ნუ თუ ბატონი ენგინის საქმეებით ვკავდები. გეუბნები ადექი. რატომ გრაბ ხელს რა მოძრაობაა? თვალი არ ეცეს, როცა ბრაზდება, მაშინაც ლამაზია. საიდუმლო დოკუმენტები მოიტანე, რომელსაც გთხოვ. დაიცავი და ფულს მოგცემ. მალე სახლში წავალ, შენც იქ მოდი. ეს საკითხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საქმის მოგვარება თავად მინდა. კარგი. ედა. მე მინდა და მადლობა მეთქვა და ამიტომ მოვედი. არაფრის. სეიმას დაველაპარაკე, გაგებით მოიკიდა. ხოლო ჩემთან პროექტზე დალაპარაკება სურს. რაღაც ახალი იდეები აქვს. რა თქმა უნდა, დავილაპარაკებთ. ახლა უნდა წავიდე. პირადი საქმე უნდა მოვაგვარო, სახლში წავალ. შემიძლია თქვენთან ერთად წამოვიდე. სეიმას დავპატიჟებთ. მინდა დროზე გავიგო პროექტთან დაკავშირებით დალაპარაკება რაზე სურს. კარგი, ერთად წავიდეთ. მანქანასთან მიდი და მეც მოვალ, რა თქმა უნდა. ამ ტიპს შეხედე რა უცნაურია, ძალიან ტკბილია. თაირზე ამბობ. რა თქმა უნდა თაირზე ვამბობ. კიდე ვისზე შეიძლება ვთქვა? ხო, მართალი ხარ. ამ ორიდან რომელზე შეიძლება? თაირი ნამდვილად მოგწონს. კარგი, არ მოგატყუებ, მომწონს, მაგრამ არ ვიცი მისი ყურადღება როგორ მივიპყრო. არა, მართლა არ ვიცი. არ ვიცი. ერდემ, უნდა მიმითითო კარგი? მელო რას აკეთებს, რა მოსწონს, რა ინტერესებს. თუ რამეს გავაკეთებ, ყველაფერი დაალაგდება, ვიცი. რამე გააკეთა? სორგზაზე ხარ, ძმაო თაჰირ. მართლა? დამეხმარები? დაგეხმარები, რა თქმა უნდა, დაგეხმარები. რადგან შენ მე დამეხმარები. მაგალითად? ღამის დედოფალი ძალიან შემიყვარდა. უფრო ზუსტად იასამნის ფერკაბიანი გოგოს მეგობარი, რომელიც განუწყვეტლად ლაპარაკობს. ფიგენი? ფიფი? ხო, ფიფი. შენ ფიფიზე ინფორმაცია მომიტანე?
და მე ხუჭუჭასთან დაგეხმარები. კარგი. მელო, დამეხმარე. ვერ შევძლებ, მომიყურებ. სინამდვილეში ასეთ საქმეებში კარგი ვარ, მაგრამ ამისთვის ორივე მხარე კარგად უნდა იცოდე, ხომ გესმის? ამ დამრბევს არ ვიცნობ. დამრბევს ნუ დავუძახებ. სინამდვილეში თუ პატარა ნაბერწკალს მისცემ, დანარჩენს მოვაგვარებ. ამბობ ნაბერწკალი, მინიშნება. კარგი დაგეხმარები. ხო? ხო, მაგრამ ერთი პირობით. ერდემის გაგზავნაში დამეხმარები. ერდემი? დიახ. ნაბერწკალი ერდემი, ნაბერწკალი ერდემი, ნაბერწკალი. გილოცავს სწორი გადაწყვეტილებაა, ბრავო. კარგი, ნუ მიჭერ, ძლიერად მიჭერ. სპორტს მიყვებოდი? ხელს რაღაც ჭირს. ახლა ნახავ. იცი როგორ მომშივდა? ახსნასაც ვერ შევძლებ. ახლა მაგარ კერტს შევჭამდი კარაქში. ენგინ არ მივდივართ. მანქანა რომელიც იქ არის დილას ჩვენ სახლთან არ იდგა? არ ვიცი, არ შემინიშნავს. არ ვიცი. როგორ არ იცი? გაიხსენე, ეს მანქანა ჩვენ სახლთან იდგა. იგივე მანქანაა? შეიძლება, არ შემინიშნავს. მოდი წავიდეთ და ვისადილოთ. უამრავი საქმე გვაქვს. არა, იგივე მანქანაა, წავალ გითხრა. გაჩერდი? მანქანები ერთმანეთს გავს, ადამიანები ერთმანეთს გვანან. წავიდეთ და ვისადილოთ. მიდი ენგი. კარგი. შია. შენი აზრით არ აჭარბებ? რას ვაჭარბებ? თუ ღმერთი გწამს, ადამიანი უბრალოდ ადგა და ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ბოლო დროს გავაფორმით, გააუქმა. მე ვაჭარბებ? იქნებ მისი მიზეზები აქვს. რა მიზეზი, რა შეიძლება იყოს? როგორც ჩანს, მას და ედას შორის რაღაც მოხდა. თათბირზეც დაძაბულები იყვნენ. გაიგე, კიდევ რისი თქმა შეიძლება? შეიძლება სიყვარული ეჭვიანობა საქმიან ცხოვრებაში ამის ადგილი არ არის. სერქანმა ეს მშვენივრად იცის, იცოდა ადამიანს რა დაემართა. ზოგჯერ როცა ადამიანებს უყვარდებათ ვერაფერს ხედავენ, მაგრამ ჩვენ ამ გრძნობაში დიდად ვერ ვერკვევით. ასია ფერით. აიფერ, აქ გაიჭედე. ახლა ალექსის დროა. კარგი რა, ყურადღება არ მიაქციო. აიფერ? აიდან? როგორი უცნაური დამთხევაა? რა? დამთხევა. იტალიურად დამთხევა. გავიგე, იტალიური სწავლა დაიწყე. რომში დასვენებას ვგეგმავ. ამიტომ ხო, შენ აქ რას აკეთებ? გემს ველოდები, რას უნდა ვაკეთებდე? ვერ ხედა ვარჯიშობ. თუ ველოდები ქვევით გაევლის, სწორად არ ელოდები. რა სასაცილო ხუმრობაა? იქიდან სავარჯიშოდ აქ რატომ მოხვედი? სპორტი ჩემი ცხოვრების აზრია, ამიერიდან. ქალბატონებო, რა შესანიშნავი დამთხევა? დიახ, დამთხევა. ბრავო. თქვენი ნახვა ძალიან სასიამოვნოა. ერთად ვარჯიშობთ? არა, ცალ-ცალკე. შემთხვევით შევხვდით. მაშინ ვაისწავლა. დღეს ცოტა ცივა. გთავაზობთ დარბაზში ვივარჯიშოთ. წამოსვლა გინდათ? შეიძლება საინტერესო იყოს. შეიძლება, საინტერესოა კი. შენ გაზზე საჭმელი გაქვს დიდი ალბათობით, არა? მაგრამ შენ სპონჯში საქმეები აუცილებლად უნდა გქონდეს. არა, ყველაფერი მოვაგვარე. დღეს თავისუფალი ვარ. დღეს მეც ყველაფერი მივატოვე და ვარჯიში გადავწყვიტე. მაშინ წავიდეთ. ძალიან ახლოსაა. მოდით. რა თქვა, ჩვენ სამნი? ასე? სამი აიდან. ჩვენ სამი აიფერ. მივდივართ. მოვდივართ. ქალბატონო ედა, შეგვიძლია უკანა ბაღში ყვავილებისთვის სათბური გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. პროექტში ჩავამატებ. სუპერია. არ ვიცოდი, რომ ყვავილები ასე გაინტერესებდათ. ბოლო დროს ახალი ხობი გამიჩნდა.
Რაღაცას გეტყვით. საქმის კურსში ვარ, რომ ბოლო დროს უხასიათოდ ხართ. რთული პერიოდი გაქვთ. თუ შეხვედრა და საუბარი მოგინდებათ, ყოველთვის აქ ვარ. ზოგჯერ ადამიანმა მსგავს სიტუაციაში შეიძლება თავს ავნოს. კარგად ვიცი. როგორც მივხვდი, წარსულში განშორება გქონიათ, ხო? მე უფრო ღრმა ჭრილობა მაქვს. თქვენის ნებართვით, ახლავე დავბრუნდებიე და ტელეფონი. უნდა დავრეკო. ახლავე მოვალ, კარგი? ცოტას გალოდინებთ. კარგით. ბატონო სერგან, თავისუფალი ხართ? შემოდი ბალჯა. შევამჩნია, რომ სადილზე არ გამოხვედით. ამიტომ თქვენთვის შევუკვეთ რესტორანში, რომელშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით. სალათი გრილზე, შემწვარი ქათმით, соუსით და მწვანილების გარეშე. კარგი მეხსიერება გაქვს. შვენიერი. მაგრამ საჭირო არ იყო, მადლობა. ცუდი არ არის. ხო, სარეკლამო რგოლზე უნდა დაგელაპარაკოთ, რომელსაც ჩვენ გადავიხებთ. სიმართლე გითხრა, ახლა ძალიან დაკავებული ვარ. სხვა დროს შეიძლება. რა თქმა უნდა, როცა მოისურვებთ. შვენიერია. სალათისთვის კიდევ ერთხელ მადლობა. გემრიელად მიერთვით. დღეები ამას მოვანდობე. მოპოვება ძალიან რთული იყო. სიმართლე გითხრა, სიცოცხლე გავრისკე. არ მithkoms, რომ არტევი იქნებოდა მშვენიერია. ყველაფერი კარგად არის. კარგად. მშვენიერია. როგორც დაგპირდით. დიახ. როგორც დაგპირდი, ფული მოგიტანე. შვენიერი შეთანხმებაა. ჩვენ კიდევ ბევრი საქმე გვექნება. როცა მოისურვებთ. კარგი. აპატიეთ, გალოდინეთ. რას ამბობთ? ოფისში უნდა დავბრუნდე. ხო? დიახ. ბევრი საქმეა. დგებით? ქალბატონე და საქმეები აქვს, უნდა დაბრუნდეს. ბევრი საქმეა, რომელიც მელოდება. ალო? კომპანიაში ახლავე მოვალ. კარგი. მსგავს ადგილს არ მოველოდი. ვფიქრობდი, რომ ფიტნეს დარბაზი იქნებოდა, მაგრამ აქაც მშვენიერი ატმოსფეროა. მშვენიერია, საყვარელი ადგილია. დიახ, მზად ხართ? რისთვის? ოსტატო ალექს, სპორტის რა სახეობით დავკავდებით? აიკიდო. აიკიდო? ძალიან მიყვარს. ეს რაღაც ბრძოლის მსგავსია? აიფერ, აიკიდო იაპონური ხელოვნებაა. თავდაცვისთვის, სულისთვის. ბალეტს მივყვებოდი, იქნებ დამჭირდეს. ყველა ხალხურს ეკავდი. ნორო, თექი, ზეიბექი, თან ძალიან კარგად ვუსტვენ. თუმცა ეს არ მომწონს. ვიფიქრე, შეიძლება სათვალთვალო კამერები ვნახოთ. ერთემი შეცდომები რომ ვიპოვოთ. მშვენიერია. მაგრამ დაცვას ველაპარაკე. დიდი მიზეზების გარეშე პერსონალს ჩანაწერებს არ აძლევენ. ერთემის გათავისუფლებაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? ეს ყველაფერი რაც შევწელი, შერაქენი. ვფიქრობ, მინიშნება ძალიან მნიშვნელოვანია. შეგვიძლია ნაბიჯი აქ გადავდგათ, ან გარეთ საყვარელის შემთხვევითობით. ნაბიჯი პირველი ძალიან მნიშვნელოვანია. რომ შემდეგ ყველაფერი მოხდეს, რაც საჭიროა. ხომ გესმის არა? მართლა იცი, ამ საქმის ნამდვილი ოსტატი ხარ. აქ უბრალოდ კი ერთ გავართ, გოგო. შენ წადი, შეიტყვე, გამოკითხე, რამე იპოვე. ამ იდიოტმა ნამდვილად რამე დატოვა, რის გამოც მისი გაგდება შეიძლება. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთემის გათავისუფლება გვინდა, ასეა? არანაირი მინიშნება არ იქნება. კარგი, მუშაობ. უცნაური ტანსაცმელია.
ქალბატონებო, აიკიდოში წონასწორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის სწორად უნდა ისუნთქოთ. იოგიდან ვიცი ოსტატო, არ მგონია რომ პრობლემები შეიქმნება. სცადე. აიფერ, გინდა დაგეხმარო. მართლა ოსტატო? აქედან ჩაისუნთქე. არ შეაკავო. ისუნთქე. ისუნთქე. მე პრობლემები მაქვს. მოვდივარ. აქედან ჩაისუნთქე. სუნთქვა შემეკრა. მთელი დღეა ვარჯიშობ. სორია. ქალბატონებო, აიკიდო მნიშვნელოვანი ხელოვნება. აი, შეხვედრა. კი, ენერგია. სული. დო, გზა. თავდასხმის შეხვედრისას თავდასხმა გაიგე. თავდასხმა მოიშორე. მე და ოსტატი არიფი მაგალითს გიჩვენებთ. შემდეგ ერთად ვიმუშავებთ, კარგი? ჩამონჯექით, გთხოვთ.